რაც დავრჩა იმას უნდა მივხედო. თუ ხარ რწმენის მატარებელი, თუ ხარ ქართველი მართლმადიდებელი და თუ არა ხარ ზარმაცი. ხო და მორწმუნე მართლმადიდებელი შეიძლება იყო, მაგრამ ზარმაცი იყო შეიძლება. ხო და ამ შენ სიზარმაცეს მალა. სოფელი ვისაც ეზარება, მიწავითაც ეზარება და შრომავისაც ეზარება, მაგაში გადმოსული არის ბოლშევიზმის, ლიბერალიზმის, კოსმოპოლიტიზმის, ჰომოსექსუალიზმის, სრულ წინასწარმეტყველთა ნააზრევის ანტიქრისტეს დამთხეული შხამი. შეხედე რა ხელა ფორმულა შევქმნი. ეს გრიგოლ ბაბაკიძე ამბობდა, აიში გადმოსულია ბოლშევიზმის შხამი, ასე იძახოდა, მე რომ პატარა ვიყავი მაგას უსმენდი. ხო და მე მივამატე ამას. დანარჩენები, ლიბერალიზმი, კოსმოპოლიტიზმი, იმიტომ რომ ის იქ ცხოვრობდა და ვერ ამბობდა ამას ეთქობა. ხო და სრულ წინასწარმეტყველთა ნააზრები კიდე ქვეყანაა, მარქსიზმი, ლენინიზმი, ენგელსიზმი და კიდე აქეთ გამოგავი ლენინიზმი და რა ვიცი კიდე აი ჯეფერსონები და ტრამპები გვიდა. და კიდე ჩვენ პატარა ეგენი ჩვენები გამდიდრებული ფილიები. ხო და ქრისტიანობა შენში უნდა დავუსვა კითხვა შენთან. თუ ზარმაცი ხარ და ესენი ყველაფერი რაც სოფელი ქვია, რაც სიზარმაცე ქვია, რაც შრომა ქვია, ეს გეზარება და არ იცი აფერი. თუ და არ იყოს უნდა მივხვდე შენ და ვის ნებაში ხარ? სიზარმაცის ნებაში თუ ღვთის ნებაში? შენ ლოცვას თუ ისმენს უფალია. შენ რომ ეხლა დადგე და ეგრე წინავდნენ ათები თქვენი წინაშე კაცს და გაიგონო, ნეტა თუ ხარ ასეთი. ან და თქვა მღვდელთა შენთან შეიმოსოს სიმართლე და წმინდა ნიშანი სიყვარულით ხარებდნენ. აი ამის მოკავშირე თუ ხარ. შენ თავს უნდა კითხვი. მე ავა შენ თავს ვეკითხები და ვაკეთებ ბევრ რამეს ისიც რომელიც ვიმეორებ თუ არა იმ ჩემზე ჭკვიანები იყო. ბებია მაგალითად. იყო რანაირი დროის ქალი. დაწოდებული.